დაუბრუნდით ეთერში სტუმრებთან ერთად ჟურნალ OK-ის მთავარი რედაქტორი ნინო იოსელიანი, ვიზაჟისტი ლანა მატახერია, ვიზაჟისტის ასისტენტი სოფო აბულაძე და არჩეულებრივი მოდელი ნატალია რაზმაძე. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ნინო. შეყოლთვის გვიმზადებ ხოლმე რაღაც სიურპრიზებს და მით უმეტეს ვალენტინობა არის ისეთი დღესასწაული ვერ ვიტყვი ხა საქართველოს ნაკლებად აღენიშნება როგორც დღესასწაული, თუმცა არაჩვეულებრივი მიზეზი იმისთვის, რომ ადამიანებმა კიდევ ერთხელ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის და ყველაზე ესეთი წინა პერიოდი მოსამზადებელი, ეს არის საშუქრების შერჩევა საყვარელი ადამიანებისთვის. როგორც OK-ში გვაქვს Valentine gift guide, სადაც რადგან ეს ასე თუ ისე ახალი ტრადიციაა საქართველოსთვის და გადავწყვეტეთ, რომ OK-ის მკითხველისთვის გაგვეკეთებინა ორგვერდიანი რჩევები, თუ რა შეიძლება თავიანთ საყვარელ ადამიანს აჩუქონ ვალენტინობაზე. აქედან გამომდინარე თემატიკა მაინც სიყვარული არის და აქედან გამომდინარე შევარჩიეთ ისეთი რაღაცები, რაც ამას უკავშირდება. თუნდაც აი ქალებს რაც შეეხება ძალიან გვყვარს სუნამოები, სხვა ახალი ტენდენციები რაც შემოვიდა თქვა საქართველოს ბაზარზე, ის სუნამოები გვაქვს ჩადებული, ტელეფონი, iPhone-ი, რომელიც ახლა ძალიან iPhone 6, რომელიც ძალიან დრამიშიდერებით უფრო შეღავათია. აგრეთვე აქსესუარები, კოლიეები, საყურები, ბრასლეტი, ბეჭდები, ესეთი რაღაცა ქალებს გვიყვარს ესეთი. ქალებისთვის დიდი არჩევანია უფრო. მე სულ მაინტერესებს აი მამაკაცებისთვის რა შეეხება, მაინც უფრო ტექნიკის მხარით წავედი, თქვათ iPad-ი, ასე ვთქვათ, აგრეთვე გვაქვს სუნამო მამაკაცის და ერთ-ერთი დიდი საჩუქარი გვაქვს ჩადებული მანქანა, რომელსაც ალბათ ჩვენ ვთვლით, რომ მამაკაცმა უნდა აჩუქოს ქალს, თავის საყვარელ ქალს. ეს არის ერთ-ერთი დიდი საჩუქარი ვალენტინობის დღისთვის. და ალბათ უფრო რაც გააჩნია თუ როგორი საჩუქარი გინდა, მათ საჩუქარი მაინც საჩუქარია და ყველა ქალს უხარია, როდესაც რაღაცას ჩუქრიან. აქედან გამომდინარე, დიდი არჩევანი გავაკეთეთ დაწყებული მანქანით, დამთავრებული რაღაცა ჭიქით, სერვისით, ყველაფერი მოვიცავით აქედან გამომდინარე და ეს გააჩნია გემოვნებასაც. მამაკაცმა უფრო კარგად იცის თავის საყვარელ ქალს თუ როგორი, კი, რა თქმა უნდა, როგორი გემოვნება აქვს და რა მოეწონება და რა გაუხარდება. ნინო, მე მგონი ახლა ჯობია რომ რაღაც ყურადღება მივაქციოთ, ვინაიდან იმათ დრო ჭირდებათ და მე უკვე შენთან გადმოვალ, ჩემი პირადი დამოკიდებულება მინდა აღნიშნო ამ ჟურნალის მიმართ. და შენ უხარი და დაიწყე. ის არის რაღაცა საგაზაფხულო ტენდენციები, ეს არის საგაზაფხულო ტენდენციები, განსაკუთრებით უფრო გააკეთებენ რახან ხვალ ვალენტინობა თუ როგორ ვიყოთ მომხიბლელები და როგორ გამოვიყურებოდეთ ვალენტინობისთვის ლამაზად და ლანა გვიჩვენებს ნატალიას გაუკეთებს ესეთ სადღესასწაულო მაკიაჟს, სადაც იქნება გათვალისწინებული 2015 წლის ტენდენციები და ვალენტინობის კონცეფციით, ასე ვთქვათ. ნინო, რამდენი წლის არის ნატალია? 15. ჭირდება კი 15 წლის გოგონას ეს მაკიაჟი, როგორ ფიქრობ? ნატალია არის მოდელი, აქედან გამომდინარე სამოდელო ბიზნესში როდესაც ხარ, ხშირად უწევთ მაკიაჟები და აქედან გამომდინარე, კარგია რომ 15 წლის ასაკიდან, როდესაც გადაწყვიტა რომ იყო მოდელი და ამ ბიზნესში მოღვაწეობდე, უნდა იცოდე მაკიაჟის ტენდენციებიც და უნდა იცოდე, იმიტომ რომ ნატალიას მიმბაძველები ნამდვილად ეყოლება. ნამდვილად ისედაც ჩვენიერია ყველაფრის გარეშე. მაგრამ ნატალიასნაირი გოგონები სწორედ იმიტომ არიან სამოდელო ბიზნესში, რომ მათ ყველაფერი უხდება. ხო, მაგრამ ვინც არ არის სამოდელო ბიზნესში იმათთვის ვამბობ სალომე. იმათ მიმბაძველები იქნება. აი ამას ეს თქვი მე, მაგრამ თქვენ რომ მე არ შემეწინააღმდეგოთ, ხომ არ შეგიწევთ. თუმცა აღმოჩნდა რომ მოდა დისკრიმინაციული ახლა აღმოვაჩინე. დავიწყოთ ხო? დაიწყებენ და მე ნინოსთან მინდა. ანა, ოღონდ ჩვენც გითხარი ხო? აი რა არის მაგალითად ხო, რო დაიწყებ. გასვაპირებ ხან რადგან შავ კაბაშია ჩავთვალეთ ახალ ვალენტინობა, ნუ ესე ვთქვათ, ვალენტინობისთვის განსაკუთრებული რაღაცა ესეთი მეიქაპი არ არსებობს, ხო? პრინციპში რაც გვიხდება, ის გავიკეთოთ. ამ შემთხვევაში ვიფიქრე გადავწყვეტე, გავუკეთებ ტუჩებზე, გავაკეთებ დატვირთვას, ეხლა ზამთარშთან ტენდენციურია მუქი ფერის
ტურჩ საცხებ. მაგრამ ამ შემთხვევაში ვნახოთ ხთან გაკეთების პროცესში მოვიფიქრებ უფრო რა ფერი არის გავუკეთო. ფერები, რომელიც აი თქვა განსაკუთრებით აქტუალურია ახლა. კი, აი ბორდოს ფერი, ის ფერი გამოღონ, მუქი ფერები, წითელიც როგორც ყოველთვის კლასიკური, ხო, ღვინის ხო, ბორდო, ხო, ეგ არის. ნუ წითელი როგორც კლასიკა ყოველთვის არის და ახლა ხო, მაგრამ მე პირადად არ მომწონს, როდესაც ძალიან ახალგაზრდა წითელი პომადა. ლამაზია, მაგრამ ხო, აი გააჩნია ისთვის, ხო, აი თქვათ თუ ცოტა ვულგარულია. სადღესასწაულო ძალიან უხდება, ხო, პრინციპში წითელი ფერი არ მიხდება. ხო, ყველას არ უხდება, პრეტენზიული ფერი არის, რა თქმა უნდა და წითელი ცოტა ასაკსაც მატებს წითელი პომადა და ამ შემთხვევაში ისეთი ლამაზი და პატარა გულაკოს რო შეგვიძლია. კაი, მე დავიცავ თქვენ კი. და ნინო, აი ძალიან მომწონს შენი ჟურნალი. და რატომ მომწონს? ჯერ ისეთი არის ხარისხიანი, რო აიღებ უკვე ხარისხია. გემოვნებიანია. უნდა შეგაქო, იმიტომ რომ შენ ძალიან დიდი ვადობა. ხო, იმიტომ რომ არ შეიძლება ამ ჟურნალის მიმართ გულგრილი იყო. აი რაც დაიდო ეს ჩვენს მაგიდაზე იმ დღიდან აი ეს ორი ადამიანი ხო საერთოდ გადაცემას თან არიან, თან იმ ჟურნალში არიან. უნებრივია ჟურნალის დანიშნულება სწორედ ეგ არის, რომ მიიქციოს გადაცემის დროს ხალბატონო. სარეკლამო ჭრის დროს. სარეკლამო ჭრის აი გინო ხოჭა, აი ძალიან დამეხმარა ახლა. კი, სარეკლამო ჭრის დროს ხდება ძირითადად. შენ რო დაიბნევი, ესე იგი ცუდად არის შენი საქმე. რაღაც აიკითხა ისეთი ეთქვა, სხვა რამაზე ფიქრობ. აქ ისეთი კარგი რაღაც, იცი რა, ყვითელი პრესა, ხო, არის ახლოს ამასთან, მაგრამ საინტერესოდ არის გაკეთებული. ჩვენ მეგობ, აი ოკეის მთავარი პრინციპია, რომ ჩვენ ვართ მეგობრობთ სელებრიტებთან. ანუ ჩვენ არ ვეძებთ მათ რაღაც, რომ ვიპოვოთ და სკანდალი და. ანუ ჩვენ ვართ მეგობრები მათი და ისინიც ჩვენთან მეგობრობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაჩვენებთ და ვწერთ საინტერესო თემებს და არა მონაჭორებს და ჭორით გაგებულს. ვცდილობთ ძალიან რომ გავაკეთოთ ექსკლუზივები, ვნახოთ ისეთი ქართველები, რომლებიც წარმატებულები არიან საზღვარგარეთ და გავაცნოთ. წარმატებით ეძებთ მათ და პოულობთ მე გავეცან ნამდვილად. სალმე ახტოვებული იყო ერთ-ერთი ქართველი. ძალიან საინტერესო ადამიანები ჩემთვის აღმოვაჩინე, ძალიან გამეხარდა ის ადამიანებიც, რომლებიც წარმოდგენაც არ ქონდა, რომ რაღაც გარკვეულწოდ ქართული ფესვები ქონდათ, აღმოვაჩინე რომ თურმე ასე ყოფილა და ძალიან მე სიამოვნა და გამეხარდა, რომ ამდენი მშვენიერი პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით ადამიანი ცხოვრობს მთელ სოფლიოში, რომელიც არის ქართველი, ამბობს რომ მე ვარ ქართველი, იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველოს საერთოდ არ ყოფილა, ამ თვალსაზრისით იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო ეს ჟურნალი ნამდვილად. ხო, მაგრამ იცი რა, არ ვიცი ხა ყველა ნომერი მე არ გადამიფურცლავს, მაგრამ მე ვფიქრობ კიდევ საჭიროა ისეთ ქართველებზე გაკეთდეს აქცენტი, რომლებიც ჩვენი ქვეყნიდან წასულები არიან მეცნიერების სახით. იცი, ოკეის ფორმატი არის, ასე ვთქვათ, სელებრიტები და ცნობილი ხალხი, ესე. იმიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ვთქვათ, ეგეთი სტილის ჟურნალებიც ევროპაში არის და სხვა სახელის ქვეშ არის, მაგრამ საქართველოში რადგანაც არ არის ამ ჟურნალებში ბევრი არჩევანი, ჩვენც ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ ესეთი სექცია, სადაც დავწერთ ესეთ ადამიანებს, იმიტომ მართლა საინტერესო პროექტებში არიან ისინი, ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერები არიან, თვითონ ბიძაჩემი არის CERN-ის პროექტში ჩაბმული და ძალიან დედაჩემის ძმა ლაშა შარმაზანაშვილი უკვე 5 წელია არის ჟენევაში და ამ დიდ პროექტში იღებს მონაწილეობას. ჩვენ კიდე წარმოდგენა არ გვაქვს ამის შესახებ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერია ფიზიკოსი ჩართული. არა, ვინ არიან ჩვენ ხო არ ვიცით. ხო და აქედან გამომდინარე, მართლაც კარგი იდეაა, ჩვენ ამაზე ვფიქრობდით, რომ გავაკეთოთ რაღაცა რუბრიკა ესეთ ადამიანებზე და მართლა გავაცნოთ ჩვენს საზოგადოებას თუ ვინ არიან ისინი და რამხელა მნიშვნელობის პროექტებში არიან. კიდევ ეცადოს ჩვენი ქვეყანაც, ჩვენი სახელმწიფო რომ დავიბრუნოთ ისინი ასეთი მაღალი დონე. და რაში გამოვიყენეთ? არა, ერთი წამი, ცოდნით, ნინო. რამდენი ექიმია, რამდენი მათემატიკოსია და რა ვიცი, რა გითხრათ? ხო, ბევრი ქართველი ადამიანი, ნიჭიერი ადამიანი. და რაც მთავარია, ამ ადამიანებს საზღვარგარეთ აქვთ უფრო დაფასება, ვიდრე საქართველოში, რაც ეს არის სამწუხარო. მაგრამ ის მაინც ქართველია რა თქმა უნდა და მაინც ყოველთვის უნდა მის ქვეყანას დაეხმაროს
დროებით მაინც, აი რამოდენიმე თვით, რამოდენიმე კვირით რო ჩამოვიდნენ და თავიანთ ქვეყანაში რაღაცა კვალიტეტი. თუმცა პრობლემა ის არის, თუნდაც ბიზნესჩემიდან გამომდინარე, ვიცი რომ თქო არის რაღაც მრავალი პროექტი, რაც უნდა საქართველოში განახორციელონ, მაგრამ როდესაც ისინი ჩამოდიან აქ და ხვდებიან სხვადასხვა პირებს, ისინი მე ვფიქრობ ვერ გებულობენ პირველი ერთი, იმიტომ არ აქვთ მათ იმდენი ინფორმაცია და მეორე იმდენად ხშირად იცვლება ჩვენთან მთავრობები და ეს ხალხი, რომ დაელაპარაკები ერთს, მეორე შემოსულზე გზის მეორე, ანუ თავიდან უნდა აუხსნა ეს ყველაფერი და ცოტა რთულია რეალურად რომ განახორციელო. ამ ადამიანებს საქართველოში რომ დახვდეს ისეთი ხალხი, რომელიც მათ გაუგებს და მოისმენს, უკვე შეიძლება რომ ისინი მართლა პროფესიონალები. ანუ მე რასაც უყურებ და ამ ადამიანთა საუბრის შემდეგ მოვისმინე ის არის რომ აქ პროფესიონალები არ ვერ ხვდებიან და ისინი რასაც ელაპარაკებიან იმის ნახევარი არც ესმით. ანუ ძალიან რთულია რომ როდესაც არაპროფესიონალთან გაქვს საქმე რომ გააგებინო რეალურად შენ რა გინდა და რისი გაკეთება გინდა. ეს არის დიდი პრობლემა საქართველოში. ნამდვილად და ამ ჟურნალით მაინც შეიძლება შეხსენება და რაღაცა ცოტა შემჭრება. ჩვენ რო გვეცოდინება ეს სამწუხაროდ ბევრს არაფერს მოიტანს ქვეყნისთვის სასვამო ძალიან კარგია და უზარმაზარ პატივს ყველა იმ ადამიანს ვინც საზღვარგარეთ გაიტანა საქართველოს სახელი კარგ კონტექსტში და ისინი არ მალავენ და ამბობენ რომ არიან ქართველები და ჩემთვის ძალიან საამაყოა, როდესაც მესმის რომ ცერნის საოცარ სამეცნიერო კვლევაში ჩართულია სადღაც, არ ვიცი, 5-6 ძალიან კარგი ქართველი მეცნიერი და წლებია უკვე და ისინი აკეთებენ ისეთ საქმეს, რაც არის არა მხოლოდ პლანეტარული დანიშნულების და მნიშვნელობის გალაქტიკები, არ ვიცი, ვერც კი გეტყვით რა მასშტაბების არის ეს კვლევები და მე ვერ გებულობ, იცით, აი მართლა ვერ გებულობ რაღაცებს, მაგრამ ნუ არა. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, საქართველოს მაინც ესეთ გარდამავალ პერიოდში არის და ნელ-ნელა რაღაცა დროის და იმის ახალი თაობები წამოვა, რასაც უყურებთ. ახალგაზრდები ერთადერთი ამის იმედი აი განათლებულები არიან, საზღვარგარეთ მიღებული აქვთ განათლება, უფრო მოტივირებული, აი სხვანაირად ხედავენ ამ ყველაფერს და მე ვფიქრობ, აი ნელ-ნელა ეს თაობები, როდესაც მოვა თუნდაც ხელისუფლებაში და უფრო გაიზრდებიან და ასე ვთქვათ, იქნებიან რაღაც შეიძლება თუ ხო, მაგრამ ჩვენ გვინდა ახლა დარჩებიან იმისთვის რომ და мотиваცია ექნებათ რომ საქართველოში დარჩენ იმისთვის რომ მოდესმე თუნდაც ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ყველა ვინც არის წინვალე ტვინის პატრონი ყველა და ადვილია მათი გააგება დატოვებს ამ ქვეყანას იმიტომ რომ უბრალოდ საშუალება არ ექნებათ გააკეთონ ის ახლა ისიც უნდა ვთქვათ რომ ცერნის პროექტის განხორციელების საშუალება მხოლოდ ცერნს აქვს ეს არის ერთადერთი უნიკალური მთელს პლანეტაზე ესეთი ცენტრი ეს არის მართლა გამონაკლისი და არცაც სხვაგან მსგავსი რამ არ ხდება უბრალოდ იმიტომ რომ იმდენად დიდ ფინანსებთან ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული რა თქმა უნდა რომ მას განმეორება სხვაგან შეუძლებელია და არც არის საჭირო მაგრამ ლაპარაკია სხვა დამოკიდებულებაზე ამ ადამიანების მიმართ ხოლმე და სურვილზე რომ რაღაცა ნინო თანამდე პროექტებზე ნინო აი ამ პროტესტის ნიშნად ამ პროტესტის ნიშნად იდეა მომივიდა ჩავჯდეთ იმ კარავში და გავფრინდეთ ცენტრში. სად გაფრინდეთ და შემოშია პროტესტი. მე მგონი დავეტევით არა? ქალბატონო მე მაინც ინდონეს იმედი არ არის ისტორია არ არის რაღაცნაირად კარგად არ მახსენდება. მოდით იქნება დავანებოთ კარავია. ეს ის კარავია რომელიც ზუსტად დანიშნულებით უნდა გამოვიყენოთ ჩემი აზრით. გავანებოთ ახლა პროტესტს. ისე, მაშინ მეწავალ მარტო იმ კარავში. მე წარმოვადგენ მაშინ თქვენ გდებათ იმ კარავში რა ხდება თუ იცით ნორველის წარმომადგენელი ნინო ცუცუნაშვილი და მოდელი ნინი ლომთათიძე შემოგვიერთდებიან. აი თურმე და კიდევ ერთი სიურპრიზი ქალბატონებისთვის. ნინო შენ უნდა მოყვე. ეს არის ნორველის მომენტალური რუჯი. ანუ რადგანაც აი ვთქვათ იცი ვალენტინოს რო დაუბრუნოთ რა ხვალ გვაქვს ვალენტინობა თუ გვინდა რომ ხვალ სადღაც მივდივართ სიტყვაზე წვეულებაზე და გვინდა მომენტალურად კარგი ფერი მივიღოთ ტაზე და გქონდეს ლამაზი რუჯის ფერი ჩვენ შეგვიძლია ეს არის ახალი ტექნოლოგია შეისხა ფერი დაიფერო და ზუსტად 5 წუთში თეთრი
თუ ხარ თეთრი, გახდები გარუჯული, გეგონება ჰავა. ჯანმრთელობისთვის საბსოლუტური პროცედურა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ დაფერვას ძალიან პოპულარული ეს დაფერვა შემოვიდა ამერიკიდან, რადგან ჰოლივუდის ვარსკვლავები ხშირად მიმართავენ ესეთ ხერხს, თუნდაც ჯენიფერ ლოპესმა ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს 6-ჯერ დაიფერა კანი, რადგან უნდოდა ეს რუჯი მუქი ფერის ყოფილიყო. ტელევიზიები ძირითადად თანამშრომლობენ და წამყვანები, მსახიობები, მომღერლები ხშირად ირუჯებიან, რომ უცბად ეფექტური მაგრამ აი მე ნინო მინდა კითხოთ იმის შესახებ, აი რამდენიც აქვს მნიშვნელობა დავუშვათ კანის ფერს. არის თუ არა თქვა სხვადასხვა ტონები, სხვადასხვა ფერის კანისთვის თუ თქვა თუ ძალიან ღია ფერის კანი, ამ შემთხვევაში რამდენჯერმე არის ეს პროცედურა გასამეორებელი, აი როგორ ხდება ეს? არა, ჩვენ გვაქვს 4 ფერის საღებავი. ძალიან ღია ფერის კანებისთვის გვაქვს კაკაო, რომელსაც ურჩევთ, ვისაც ღია ფერის კანი აქვს ამას, ოდნავ მუქი, კიდევ მუქი და ყველაზე მუქი სუპერდარკი. დღეს რას ვაკეთებთ? დღეს ვაკეთებთ დარკს. ჩვეულებრივ მუქს. შეიძლება გითხოთ, აი თქვენი შესანიშნავი რუჯი რისი დამსახურებაა? თქვენი თავად შესანიშნავი ფერი რისი დამსახურებაა უკვე? ჩემი არის დარკი. მე მუქება თქვენი ფერი. ისე ხო არ გეწყინათ, მაგრამ ვფიქრობ ძალიან მუქია. მე ცოტა გავაღიავებდი ამას. თუმცა ჩაგვრემად გოგონას როგორიც არის ჩვენი სტუმარი. გვაქვს ამაზე ოდნავია და კიდევ უფრო ღია. ხო. კარგი. შემადგენლობაზე შეგვიძლია ვთქვათ რა შემადგენლობა აქვს თავად ამ ასე ვთქვათ საღებავს. ეს არის ნატურალური პროდუქტი, ფაქის ლერწამზე კეთდება, აბსოლუტურად ნატურალურია და უნებელი, ანუ ფეხძნებსაც შეუძლიათ შეიცხანეს რუჯი, რადგანაც ყველაფერი ისეთი არის. არა, ქიმიას არ შეიცავს. რა საინტერესო პროცესია. მართალია, ახლა ჩვენი ხმა ალბათ არის. რეალურად ამ დაფერვის შემდეგ სადღაც 10 დღის განმავლობაში გაქვს კარგი და ლამაზი ფერი. 10 დღე. წყალი არა, ესე იგი დაფერვის შემდეგ 6 საათის მერე უნდა გადაივლო მხოლოდ წყალი და ზედმეტი რაც არის ჩამოიბანება და შემდეგ ჩვეულებრივად შეგიძლია იბანაო, წაისვა, დამატენიანზე არ გადადის, არც თეთრეულზე, არც ტანის სამოსზე და არაფერზე. მე თვითონ ვარ მომხმარებელი ესეთი რუჯის და ხშირად ვისხამ ხოლმე დღეს არა მაქვს. ამის დამსახურება, რომ კარგახანია მზეზე ხარ არ ყოფილა და ძვირიანი პროცედურაა ეს. არ არის ძვირიანი პროცედურა, საკმაოდ მისაღები ფასი აქვს. ხო. ნაწილობრივ შეიძლება სახე და აი ეს. რა თქმა უნდა, ორი ზონა არის, მთლიანი კანის დაფერვა და დეკოლტე. დეკოლტეში შედის სახე, დეკოლტე და კიდურები, ანუ ესე წელამდე. გააჩნია ვის თეთრი ფეხები. თეთრი ფეხი და ზევით შავი. შეიძლება მარტო ფეხები? მარტო ფეხები შეიძლება. ნაწილობრივ ერთი ფეხი. მაგალითად ესეთ დაფერვა, როდესაც მივდივართ ზღვაზე და ვართ თეთრი ფერი და რაღაც არ გვინდა რომ აი გავიდეთ სანაპიროზე და ვიყოთ ესეთ თეთრი ბამბაკულები. შეგვიძლია დავიფეროთ და ისე წავიდეთ, ანუ არანაირი პრობლემა არ არის. შენ დაფერიომა, შეგვიძლია გამომეკიდება. არა, ჩვეულებრივად ვიღებთ რუჯს, რა თქმა უნდა, მზეზე. ანუ ძალიან პრაქტიკული არის ეს დაფერვა და ეს და არანაირად მავნებელი არა. მავნებელი არანაირად არ არის. სადაც უფრო დრო გავიდა, უფრო დახვეწეს ეს ტექნოლოგია. ადრე იყო შემოსული ეს დაფერვა და ჭრელდებოდა, გადადიოდა და რაღაც არ იყო ისეთი ხარისხები, მაგრამ რამოდენიმე წელია ძალიან დახვეწეს ეს ტექნოლოგია, განსაკუთრებით ამერიკელები ამაში არიან აი პროფესიონალები და ეს ზუსტად ის ხარისხი არის, რაც უნდა იყოს და რაც არანაირ დისკომფორტს არ გიქმნის. მე სულ მიკვირდა ხოლმე, როცა შეხედავდი ამ ცნობილ სახეებს, მუცხოველებს, როგორ ერთნაირად არის და თურმე ამის დამსახურება აქვს. რა თქმა უნდა, ძალიან ხშირი მომხმარებლები არიან. ოსკარების დროს და ესეთი დიდი ღონისძიებების წინ ძირითადად ყველა იფერება. და თან მალავს ყველანაირ დეფექტს. რა თქმა უნდა, მე დრო სჭირდება თვითონ დაფერვას, ან რა დაფერვა სჭირდება, ეხლა შესხმა სადღაც 5 წუთი და შემდეგ 10 წუთამდე უნდა გაშრე. თქვათ გაშრეს, თვითონ ცოტა თბილ ჰაერს გიბერავენ, რომ მე უკვე ჩვეულებრივად ჩაიცვა კანის სამოსი და რამდენ ხანში შეიძლება დუშის მიღება ამ პროცედურის შემდეგ? ამ პროცედურის
შემდეგ 6 საათის შემდეგ შეგვიძლია დუში მიიღო, ანუ მხოლოდ წყალი გადაიღო, თქო, საპნის და ყველაფრის გარეშე და შემდეგ უკვე ჩაოლებრივად მას შემდეგ მეორე დღეს უკვე ჩაოლებრივად გააკეთა ყველაფერი. იცი რა, მე დავაკვირდი, რომ ცოტა მოშორებით უჭირავს აპარატი. და წესია სპეციალურად გოგონებს გააქვთ ტრეინინგი გავლილი თუ როგორ უნდა შეასხა, იმიტომ რომ თავარია თვითონ ტექნიკაც როგორ ასხა, იმიტომ რომ ყველა ადგილს უნდა მოხდეს ეს პროდუქტი, რომ არ დარჩეს რაღაცა ზონები თეთრი და რაღაც უშნოდ არ გამოჩნდეს. ასე მარტივი უნდა იყოს ხოთაშორის ამის კონტროლი, იმიტომ რომ სერიოზული რა თქმა უნდა მამაკაცებიც ხმარობენ. რა თქმა უნდა მამაკაცებიც და ყველა შეუძლია ამის მოხმარებელი გახდეს. არა, რამდენი რამაა წარმოგიდგენია, რომ დამალონ ყველაფერი და დღესდღეობით ძალიან მარტივია, თუ იცი და სწორად სად რა როგორ გაიკეთო, რომ ფორმაში იყო და ლამაზად გამოიყურებოდე. ანუ ყველაფერი დაძლეულია მსოფლიოში, ყველაფერი არის გამოგონილი და ყველაფერი არის ასე. გარდა ერთისა, ჩვენნაირად ვერდებიან. აი ამას ვერაფერი ვერ ეშველია. ვერ ეშველა. ნუ ბუნების წინააღმდეგ ადამიანი ყოველთვის იქნება და მაგრამ ამასაც თავის სილამაზე აქვს. ეხლა მე მგონი ძალიან მომაბეზრებელია, როდესაც სულ ერთი გაღიმებული და გადაჭიმული სახე გაქვს. ყველაფერს თავის სილამაზე აქვს. ტრემბრინგი თავისი ყველა ნაოჭით მირჩენია ძალიან ბევრ ახალგაზრდა კი ბატონო. ალბათ. ანამანიან ეს ბრძანა, რომ ჩემი ნაოჭები მიყვარსო და ასე შემდეგ. ყველა ნაოჭი თავის ისტორია. მაგრამ რა ვიცი, ხო? მე მაინც მინდა რომ არ გამოვიდეს რომ მხოლოდ რუჯზე საუბრობ. მე მაინტერესებს რამ გასაგებია ადამიანები ეცდებიან ამ ჟურნალისტ მეშვეობით თუნდაც თუ მათ არა აქვს რაღაცა განსაკუთრებული იდეა მოიფიქრონ თუ როგორ დაამახსოვრონ ეს დღე განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებს, მაგრამ არის თუ არა რაღაცა განსაკუთრებული რჩევა, რომელიც შესაძლოა ჟურნალში არ შევიდა, შენი პირადი მოსაზრება, რჩევა, რომელიც შეგიძლია რომ გაუზიარო ამ შემთხვევაში მამაკაცებსაც, ქალბატონებსაც, როგორ მოემზადონ ამ დღისთვის და რა არის აი ის მთავარი ის ხარჯზე შეიძლება დაამახსოვროს საყვარელ ადამიანს ეს დღე. მე ვფიქრობ რომანტიული სადილი, როდესაც ჩვენ საყვარელ ადამიანთან ერთად წახვალ რომანტიულ სადილზე. ან თუნდაც რჩევაში გვაქვს მოუმზადო სახში რომანტიული სადილი შესაყვარელ ადამიანს, ჩვენ თვითონ გააკეთო საჭმელი და რეცეპტებიც გვაქვს, აქ ყველაფერი დაწერილი რა როგორ უნდა გააკეთო. რაღაც ესეთი დასამახსოვრებელი დღე, ლამაზი. რა გამოვიდა, ისევ ხალი უნდა შეწუხდეს. თუმცა მამაკაცად შეუძლია, რატომ? რომ მამაკაცმა მოამზადოს რაღაც. ცდილობს ხოლმე, რომ დიასახლის გულის მოხდნენ. მე მგონი რომ ეს არის შესანიშნავი იდეა, როდესაც არ შეგიძლია გააკეთო არაფერი განსაკუთრებული, რაც ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს. თუ შენ გინდა რომ ეს დღე დაამახსოვრო შესაყვარელ ქალს, ეს არის ძალიან ადვილი. თუნდაც მართლაც ელემენტარულად იმ დღეს აიღო ყველა ის ოჯახური მოვალეობა, რომელსაც ყოველდღიურად შენი მეუღლე ასრულებს საკუთარ თავზე და ის დაასვენო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისეთი გადასარევი საჩუქარი იქნება ბევრისთვის, რომ ეს საჩუქარი გადაფარავს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მატერიალურ საჩუქარს. ქართველი მამაკაცისთვის წინსაფრის გაკეთება და მომსახურება ცოტა შობს არის. არა, უმეტესობას გულისხმობს. ფაქტიურად დრო აღარ და იქნება შედეგებიც აკო მაინტერესებს წინსაფრის ძალიან, ხო. შედეგებიც მინდა რომ ნახოთ, ლაინა შეგვიძლია გითხრა რა ეტაპზე ვართ და რა გავაკეთოთ. ლანათვის დაამთავრა. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს თუ შევხედეთ უკვე შედეგს, იმიტომ რომ დრო აღარ გვაქვს ბევრი და უბრალოდ იქნებ თხოვოთ რომ ცოტა ხანი ამ შემთხვევაში გავჩერდეთ და ჩვენ ძალიან მინდა რომ გავიგოთ რა ხდება უკვე. უკვე არის შედეგი, იცი სალობე, შენ ვერ ხედავ და ამას უნდა კიდევ ცოტა დრო და მე ვხედავ სერიოზულ განსხვავებას ნამდვილად. დაუცნაურია, წინა თეთრი ქალები იყვნენ მოდაში. ეხლა შავები რატო ვერ გავიგე?
სილამაზე ყოველთვის იცვლება. არა, დარჩება ნამდვილი სილამაზე ყოველთვის არის სტანდარტი, ასე რომ არ ინერვიოთ ქალბატონი ნანა. თავარია მშვენიერი იყოთ გარედან, შიგნიდან და რა ფერის ხართ, ამას არაფერი არა, ფერსაც აქვს მნიშვნელობა. მე მაგალითად კარგ ხასიათზე მაყენებ სრული. ხო, რაღაც უფრო ზაფხული. იმიტომ რომ მოდაშია. არა, თან იცით ეს ფერებით და ეს მისდევს მოდის ტენდენციებს. წინათ ქალები თეთრები როცა იყვნენ მოდაში, დიდი კაბები ეცვათ, უფრო ესეთები იყვნენ მოსულები, ასე სუქნები და სხვა მოდა იყო. სუქნები არა, გულმისასვლელები. შევსებულები, ასე ვთქვათ და მამაკაცებს გულმისასვლელი ქალები უფრო ფორმიანები უფრო. ფორმიანი. აბა რა ხდება ჩვენს მაკიაჟი ნახე რა ლამაზია. ძალიან ლამაზია. ძალიან. ხა. ანუ ეს არის რაღაცის კლასიკური ვერსია შავი ლაინერით, სადაც სალომე, გუშინ რომ საუბრობდი სხეულზე, შეხედე აი რა სამწუხაროდ ვერ ხედავ კარგად. სხეულია. აქეთ ვერ გადმოხვალ. არაჩვეულებრივია, ნამდვილად. როდ არ შეცივდეს ჩვენს ხმას. ძალიან. არაჩვეულებრივი ფერია, არაჩვეულებრივი სხეული შინაარსიანი თვალები. ვალენტინებისთვის მზად არის. კი, ნამდვილად. მე მგონი ჩვენს არაჩვეულებრივ მოდელებს ზედმეტი დამატებითი გალამაზება არ ჭირდებოდათ, ისედაც მშვენიერები იყვნენ, მაგრამ როგორც მაგალითი, ნამდვილად გამოდგება ეს შესანიშნავი დაფერვაც და არაჩვეულებრივი მაკიაჟით, რომელიც გაუკეთეს ნატალიას იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცა პატარა სახელმძღვანელოდ შეგვიძლია ავიღოთ, ახლოდან აიღოს ოპერატორმა, ნახე რა ლამაზია. ხო, ავაყენოთ ხერხი ნატალია. მე მგონი ნახოთ რა ლამაზი გოგო არის. ლამაზი კაბა არცვია. აი, ძალიან ლამაზი. ოპერატორი. ძალიან გიხდება ნატალია, თუმცა ეხლა ვაჩვენებ ძალიან დიდი აქედა პირდაპირ სახლში ნატალია, იმიტომ რომ ძალიან პატარაა. გამოადგება ჩვენ მაყურებლებს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. მადლობთ.